მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავარ დავით ბოტკოველი და მინდა წარმოგიდგინოთ კიდე ერთი რამ, რაზეც ადრეც ამაქვს ნასაუბრები ამ თემასთან დაკავშირებით. უბრალოდ ბევრი დრო გავიდა, რაც ვიდეოც არ ჩამიწერია, პლუს ამას სხვადასხვა, ისე ვთქვათ, ადამიანი ხანდახან მიკავშირდება ხოლმე, რომ რომელი სავაჭრო სტილი ავარჩიო და ასე შემდეგ. დღესაც ფაქტიურად ანალოგიური სისტემა გავტესტე, რაც ადრე მქონდა გატესტილი, დადებული მაქვს ამის თაობაზე ვიდეო, რომელიც ეხება moving average-ის სისტემას, ძალიან მარტივ სისტემას და იქ ბევრი რამე მაქვს ახსნილი. რომ როგორ შეიძლება, რა შეიძლება გაკეთდეს, თუ ადამიანს სისტემა არ აქვს, როგორ ჩამოიყალიბოს და ასე შემდეგ. უბრალოდ მე მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე, რომელსაც ფაქტიურად არავინ არ აქცევს ყურადღებას, ბევრი ყოველ შემთხვევაში არ აქცევს ყურადღებას. და აქ მნიშვნელოვანი არის რა? რომ ბაზარს გააჩნია თავისი მუშაობის პრინციპი. თუ დავაკვირდებით ამ მუშაობის პრინციპებს, ხო, მარტო ერთი არა, რა თქმა უნდა, თუ დავაკვირდებით ამ მუშაობის პრინციპებს, აღმოვაჩენთ, რომ ბაზარი მუშაობს ორი მიმართულებით. პირველი ეს არის, რა თქმა უნდა, ტრენდი, მეორე ეს არის, რა თქმა უნდა, ფლეტი. ორივე მუშაობის პრინციპს თავისებურებები გააჩნია. შესაბამისად, მე მაგალითად მიყვარს ტრენდში მუშაობა. ანუ ფლეტში კი ბატონო ვმუშაობ, კი ბატონო ვთქვათ, გარკვეული სისტემა გამაჩნია ტრენდში მუშაობის და ამ სისტემის მიხედვით მე ძალიან ესე უშუალო დონეებიდან ვაკეთებ აქცენტს. მაგრამ ტრენდში რატომ მირჩევია მუშაობა? მირჩევია იმიტომ, რომ ბაზარს აქვს ერთიანი მოძრაობა ფაქტიურად ტრენდში და თან სწრაფი სვლა ერთი მიმართულებით ხშირ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყოველთვის არა და შესაბამისად ამის გამო ბაზარი გაძლევს უფრო მეც. სწორედ ამ ტრენდში მუშაობის დროს და უფრო სწრაფად გაძლევს თავისთავად. და დღეს რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება, არის ის, რომ მოდი ავიღოთ ესეთი რამე, ხო, მონეტას ორი მხარე აქვს. და რამდენჯერაც არ უნდა ააგდო მონეტა, ფაქტიურად არასდროს მონეტა არ იმახსოვრებს წინა რა ამოვიდა, ესე ვთქვათ, რაზე დაჯდა წინაზე, ხო? აქაც ესია ფაქტიურად. ანუ ჩვენ ბაზარზე კი შევდივართ ერთი და იგივე მეთოდით, ერთი და იგივე სიტუაციებით, ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში, ხო, ესე ანალოგიური სიტუაციები არსებობს, მაგრამ ბაზარს არა აქვს, ესე ვთქვათ, დამახსოვრებული, რომ წინაზე რო შეხვედი და მოიგე, მოდი ახლაც რო შეხვალ მოიგებ. ფაქტიურად ყველა სიტუაცია არის 50-50-ზე, ნებისმიერ დროს. არავინ არ დაიკვეხოს და არ თქვას, რომ იცის წინასწარ რა მოხდება ბაზარზე, თუნდაც ერთი წუთის შემდეგ. ეს არის აბსოლუტურად სისულელე რა, პირდაპირი გაგებით და მეც, რა თქმა უნდა, ვემხრობი იმ აზრს, რომ ყოველი პოზიცია არის უნიკალური და ყოველ პოზიციას უნდა შევხედოთ ფაქტიურად სრული ანალიზის კუთხით. ხო, რამდენადაც შეგვიძლია ანალიზის ჩატარება. და აქ არის ზუსტად ეს მომენტი 50-50-ზე მომენტი, რომელიც ძალიან საინტერესოა არა მხოლოდ საბირჟო საქმიანობაში, საერთოდ მათემატიკური თვალსაზრისითაც ძალიან საინტერესო არის და ზუსტად აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ მაგალითისთვის იგივე მონეტას ავაგდებთ ძალიან ბევრჯერ, მაგალითად 1000 ჯერ, 10,000 ჯერ და ასე შემდეგ, ფაქტიურად დაჯდება დიდი ციფრების თეორიის თანახმად, დაჯდება დაახლოებით 50-50-ზე. გადახრით, რა თქმა უნდა, ზოგჯერ 1%-ით ან 0.5%-ით და ასე შემდეგ. ეს მე ნაცადი მაქვს, ეს მე გაკეთებული მაქვს და მართლაც ესე არის. შეგიძლიათ თქვენ თვითონ სცადოთ, თქვენ თვითონ ააგდოთ მონეტა, დაითვალოთ
და ძალიან საინტერესო რაღაცამდეც მიხვალთ. და რადგანაც ესე არის, ხო, მათემატიკურად, რომ 50-50-ზე ჯდება, მოდით ჩვენც აქედან ამ კუთხით გადავიხედოთ, ხო, ამ კუთხით შევხედოთ ბაზარს. თუ მე შევდივარ პოზიციაზე, აი წარმოვიდგინოთ ძალიან მარტივი მეთოდები, ძალიან ესე ვთქვათ, უმარტივესი რაღაც გადმოსახედიდან, ხო? ბაზრის მოძრაობის პრინციპით, ვთქვათ, დღის გრაფიკის დახურვის პრინციპით, ვთქვათ, გარღვევის პრინციპით, ასხლეტის პრინციპით. ამ პრინციპებს ფაქტიურად არ აქვს მნიშვნელობა. თავარი არის ეს პრინციპი არც ისე ცოტა იყოს ბაზარზე, ანუ თლათ ისეც არ უნდა იყოს, რომ წელიწადში ორჯერ შედიოდეს ადამიანი და ნუ გასაგებია ხო, რაღაც 1-2% გააკეთოს მხოლოდ და არც იმდენად ბევრი არ უნდა იყოს, რომ ყოველ წამს გიწევდეს შესვლა, უბრალოდ დეპოზიტი ამას შეიძლება ვერ გაუძლოს. ამას შეიძლება ვერ გაუძლოს და აქედან გამომდინარე ისეთი პრინციპი უნდა იყოს აღებული და გამოყენებული, რომელიც მეორდება, განმეორებადი ხასიათი აქვს და პლუს ამას, რა თქმა უნდა, ბაზარზე არის ესეთი ტერმინი, რომ ისტორია მეორდება და ესეც უნდა მეორდებოდეს. ხშირად მაინც უნდა მეორდებოდეს, რომ ტრეიდერმა შეძლოს ვაჭრობა. და წარმოვიდგინოთ თითოეულ პოზიციაზე, აი აქ, როდესაც თქვათ, თუნდაც მიზერული რამე ვიცით, ხო? ჩვენ გვაქვს 50-50-ზე. ისმის შეკითხვა, რისი წყალობით უნდა მოვიგოთ მაშინ? ანუ თუ მე მაქვს სიტყვაზე ავიღოთ 50-50-ზე, აი ესეთი პრინციპი, 50-50-ზე, მე მაქვს 1 ლარი მოგება, პლუს 1 ლარი, მინუს 1 ლარი. ნუ, თხა ვიყიდეთ, ხა გავყიდეს ვარიანტი გამოდის ახლა, ხო? რომ მოგების შემთხვევაში ვიგებ 1 ლარს და ვაგებ 1 ლარს, ეს ნიშნავს 50-50-ში პრინციპში, რომ დიდ პერიოდზე შესაძლებელია მოკლე პერიოდზე ვიგებდე, მაგრამ დიდ პერიოდზე თხა ვიყიდეთ, ხა გავყიდეს პრინციპი გამომივიდეს. და სწორედ აი აქ გვეშველება ისეთი თემა, როგორიც არის take profit-ის გაზრდა. ნუ ჩვენი ასარჩევია. ხო, take profit-ის გაზრდა, გვინდა გავზრდით, გვინდა შევამცირეთ, ასევე stop loss-საც თავისთავად, მაგრამ თუ ჩვენ კარგად გავიაზრებთ ახლა აი ამ ერთ პატარა დეტალს, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ აქ თუ მე ჩავწერ მაგალითად ორიანს, ხო, 1.2-ს ვიგებ და ვაგებ 1-ს, ანუ ლარ და 20-ს ვიგებ და ვაგებ ლარს, მე უკვე მოგებაში ვარ. ან თუ ჩავწერ ჩვენ მაგალითად 5-იანს ამის მაგივრად, ხო, მე უფრო მოგებაში ვარ და ასე შემდეგ. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი. და ტრენდს რატო ვირჩევ? იმიტომ რომ ტრენდის პირობებში ეს უფრო შესაძლებელია ვიდრე ფლეტის პირობებში, იმიტომ რომ ფლეტს გააჩნია თავისი მუშაობის პრინციპები, ფლეტს გააჩნია საზღვრები, მხოლოდ და მხოლოდ საზღვრიდან მუშაობას თუ ავიღებთ, კი ბატონო, ეს პრინციპი ნარჩუნდება, ანუ უფრო მეტი take-ის პრინციპი ნარჩუნდება, მაგრამ ესე საზღვრებშიც საკმაოდ ისეთი მდგომარეობა აქვს ბაზარს ხოლმე, რომ ხანდახან ხდება ძალიან დიდი ცრუგარღვევები, ხო? ჩრდილის სახით და ასე შემდეგ. და შეიძლება რაღაც მომენტში საკმაოდ კარგ მოძრაობას გამოვაკლდეთ და ასე შემდეგ. ამიტომ მე მირჩევია მაგალითად ტრენდში მუშაობა. თქვენ რომელიც გინდათ ის აერჩიეთ, რა თქმა უნდა. უბრალოდ აქ მინდა რომ კარგად გაგარკვიოთ აი ამ დეტალში, take profit-ის გაზრდის დეტალში და 50-50-ის პრინციპში. აქედან გამომდინარე, ჩემი შანსი იმისა, რომ მოვიგო რაღაც თანხა, არ აქვს ამას მნიშვნელობა რამდენი, მე უფრო მეტი მოგების მაჩვენებელი უნდა მქონდეს, ვიდრე წაგების მაჩვენებელი. სხვა ვარიანტი არ არსებობს. და თუ მე მექნება ცოტა მოგების მაჩვენებელი, მაშინ თავისთავად მე წამგებიან პირობებში ვარ. ხა ზოგი იტყვის, რომ მაგალითად მოვიგებ თქვათ 70-80% მოძრაობის პოზიციების
და ამით მოგებაში დავრჩები. კი ბატონო, შეიძლება მოიგოს ადამიანმა 70-80%, მაგრამ თუ მას აქვს 1-2-თან მაჩვენებელი, ანუ 1 ლარს იგებ და 2 ლარს აგებ, ხო, რამდენად მომგებიანად დარჩება ადამიანი, ძალიან სათუოა, ხო, ამის დადგენა. და აქედან გამომდინარე, ჩვენც, რა თქმა უნდა ვეცადოთ, რომ მოგების მაჩვენებელი ცოტა გავზარდოთ. ამით გროვდება თანხები რეალობაში და ამით ხდება, ესე ვთქვათ, მოგების მიღება. და სწორედ აი ამ პრინციპის, ესე ვთქვათ, გამოყენებით, მე აქ გამოვიყენე ისევ 3-1-თან პრინციპი, ანუ 3 ლარი მოგება, 1 ლარი წაგება, ესე მარტივად რო ვთქვათ, იგივე სიტუაცია გამოვიყენე, ანუ დღის სანთლის მაქსიმუმის და მინიმუმის გადარღვევის პრინციპი და მივიღე ესეც საინტერესო სტატისტიკა. ეხლა სტატისტიკა რას გვეუბნება? ამას არ დააკვირდეთ, იმიტომ რომ აქ აღებული იყო ერთი და იგივე მოცულობა, აი კარგად მინდა გამოჩნდეს. ერთი და იგივე მოცულობა იყო აი აქ აღებული 0.1 აი ვაჭრობის განმავლობაში. ამიტომ ეს მრუდი იქნება, ცოტა არასწორი. მიუხედავად ამისა, მრუდში მაინც მოგებაც ფიქსირდება გარკვეულწილად, იმიტომ რომ სტოპ-ლოსის მაჩვენებელი ასე თუ ისე თითქმის ერთნაირი იყო. აი აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს მაჩვენებელი profit trade და loss trade. ანუ მოგებული ტრეიდების რიცხვი და წაგებული ტრეიდების რიცხვი. მთლიანობაში 2023 წელს გავაკეთე 2023 წელზე გავაკეთე ეს სავაჭრო, ასე ვთქვათ, სიტუაცია ავიღე, რატომ 2023 წელზე და 2024-ზე ვერ გადმოვედი, ხო? იმიტომ რომ მართლა დავიღალე, მართლა შრომატევადი საქმე არის და ბევრ დროს მოითხოვს და შესაბამისად ეხა ღამის საათებში კიდე გათენება მართლა არ მინდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ აი ეს მაჩვენებელი 51% და რაღაც ხურდები, ესე ვთქვათ, მოგებული პოზიციების და 58% წაგებული პოზიციების. ანუ მოდი ახლა დავწეროთ, ხო, 51% და 59 დავწეროთ. მოდით რომ ზუსტად დადგინდეს ეს ყველაფერი. და 3-1-თან პრინციპი, რა თქმა უნდა, 3-1-თან და ძალიან მარტივი გამოთვლა შეიძლება აქ გავაკეთოთ, ხო? მე მაქვს სიტყვაზე ვიღოთ 100 ლარი. 100 ლარი, აქედან მინუსი არის 59, პლუსი არის 41. ვთქვათ და მთლიანობაში ესე ვთქვათ, ვაგებ 59-ს ერთიანად. ხო, მე მრჩება, რა თქმა უნდა, 51 ლარი ბალანსზე, იმიტომ რომ თითო ჯერზე ვაგებ თითო ლარს. მაგრამ აი აქ უკვე საინტერესოა 41-ზე 41 რო დამრჩა ბალანსზე, მერე წარმოვიდგინოთ, რომ ყოველი პოზიცია მოვიგე. შეგვიძლია აურიოთ, შეგვიძლია დაურიოთ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ საერთო ჯამში ესე გამოდის. მათემატიკურად ესე გამოდის. და აქ თითო პოზიციაზე ვიგებთ 3 ლარს. წაგების შემთხვევაში 1 ლარს ვაგებ, მოგების შემთხვევაში 3 ლარს ვიგებ. შესაბამისად 41 რო გავამრავლოთ 3-ზე, ეს იქნება 123%. 123. 123 მოვიგე, მაგრამ ამავე დროს მე ბალანსზე მაქვს 41, ანუ პლუს ამას ემატება 41 და ეს იქნება 164, რაც 64%-ის მოგებას ნიშნავს საერთო ჯამში. ანუ 2023 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, დაახლოებით დეკემბრამდე, მოდი ესე ავიღოთ, ევრო-დოლარის წყვილზე ჩემმა, ესე ვთქვათ, ბრჭყალებში გამოგონილმა სისტემამ, თუმცა ეს ჩვეულებრივი სისტემაა, გარღვევითი სისტემა, რაც კარგად დავიწყებული ძველი სისტემა არის, ესე ვთქვათ, რასაც ხშირად ვიყენებ მე ტესტირების პროცესში, რომ მათემატიკურად რაღაცეები განსაზღვრო,
აი ამან მოიტანა 64% რეალობაში. მე რომ ლოტები შემერჩია, მე რომ 1%-იანი ზღვარი მქონოდა, ანუ 1% იყო ზღვარი და მე რომ 3% მოგება მქონოდა. თავისთავად აქ გასათვალისწინებელია კიდე ის მომენტი, რომ წაგების მაჩვენებელის განმეორებადობა, ანუ რამდენჯერ ამოვიდა წაგება, ხო, რომ დავთვალოთ. მე მგონი აქ სტატისტიკაში ეს არ ითვლის, თვლიანი წაგება შეიძლება ითვლის, ძალიან ეს თავი უკვე გადამიხურდა. 3-ჯერ არის მოგების მაჩვენებელი, 4 არის ზედიზედ წაგება. დაახლოებით 4 არის ზედიზედ წაგება, 3 არის ზედიზედ მოგება. ესეც საინტერესო მაჩვენებელია. რატომ? იმიტომ რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით ესე იქნება. ანუ ძალიან ბევრი ზედიზედ მოგებები და ზედიზედ წაგებები არ ექნება. ცვალებადი იქნება, რა თქმა უნდა, შეიძლება ავიდეს 5-6-მდე ეს წაგების მაჩვენებელი და ასევე 5-6-მდე მოგების მაჩვენებელი. ესეც მნიშვნელოვანი დეტალია აქ. თუ 100 არის, მაშინ მე შემიძლია ჩემი პოზიციები უფრო გავზარდ, ჩემ პოზიციებზე stop loss-ის მაჩვენებელი გავზარდო კიდეც. ავიყვანო მაგალითად 3%-მდე, ხო? არც ისე თითქოს არც ისე დიდიც არის, მაგრამ ამავე დროს დიდი მაჩვენებელიც არის, რა თქმა უნდა, 3%, იმიტომ რომ ზედიზედ წაგება თუ ავა მაგალითად 10-ჯერ განმეორებაში, მაშინ გამოდის რომ 30%-ს დავკარგავ, მაგრამ ასევე ზედიზედ მაჩვენებელი თუ იქნება მაგალითად 10-ის მაგივრად, მაგალითად 5, მაშინ უკვე კარგ მაჩვენებელთან მივალ, ხო? და საერთო ჯამში მაინც მოვიგებ. მე თქვენს გირჩევთ, რომ ასეთ რაღაცებს დაუკვირდეთ. ანუ ხშირად არის რომ არ გინდა 3-ჯერ მეტი მოგება, აიღე ვთქვათ 1-1-ზე, აიღე 1.5-1-ზე. მაგრამ მათემატიკური მოლოდინი ზუსტად ნებისმიერ პოზიციაზე ჩვენ გვაქვს 1-1.5-თან. საერთო ჯამში 1-1.5-თან ცოტა ნაკლები მაჩვენებელიც კი არის და მაჩვენებელი ცოტა უნდა გაიზარდოს. ანუ მაგალითად მოგების მაჩვენებელი შეიძლება გაიზარდოს 2-მდე, მხოლოდ და მხოლოდ 2-მდე და აქაც მოგებული ვიქნებით. რა თქმა უნდა, ისე შესაძლებელია სხვათა შორის, იმდენი შეიძლება ვერ მოიგოს, მაგრამ არც ეს ნიშნავს, რომ ამდენსაც ვერ მოიგებს. რატომ? იმიტომ რომ მოდით ესეც განვიხილოთ, ხო, მცირედად. იმიტომ რომ წარმოვიდგინოთ ახლა ჩვენ რაღაც ფასი და დაშორება. ამ ფასიდან დაშორება ეს არის stop loss-ი და ამ ფასიდან 2-ჯერ ან 3-ჯერ მეტი დაშორება, ну წარმოვიდგინოთ ესა 3-ჯერ მეტი დაშორება, ეს არის take profit. ახლა ისმის შეკითხვა, სად უფრო სწრაფად მივა ბაზარი, ხო? stop loss-ამდე თუ take profit-ამდე? თავისთავად take profit-ამდე. რატომ? იმიტომ რომ stop loss-ი 3-ჯერ ნაკლები არის დისტანციით, ვიდრე take profit. ამიტომ ეს მომენტიც უნდა იყოს გათვალისწინებული. პატარა მაჩვენებელი გასაგებია, რომ მე თუ take profit-ი აქ მქონდა, აქ შეიძლება ხშირად ავიღო take profit-ი, მაგრამ ერთმა stop loss-მა ძალიან ბევრი დამაკარგინოს. ამიტომ take profit-ის მაჩვენებლამდე შესაძლებელია უჭირს ბაზარს მისვლა, თუმცა მათემატიკური ანალიზის მიხედვით, ხო, ციფრების ანალიზის მიხედვით, მარტივად რო ვთქვათ, თუ ჩვენ გვექნება უფრო მეტი მოგება, ვიდრე გვექნება წაგება, ჩვენ მოგებაში დავრჩებით. იმ პირობებში, რომ როგორც გითხარით, არაფერი არ ვიცი, გარდა მარტივი წესებისა და ამ მარტივი წესებით ვმუშაობ. ამიტომ მეგობრებო, იმისათვის რომ თქვენ მოიგოთ, ახლა დარიგება ესეთი, ხო? და საინტერესოა საერთოდ საბირჟო სფერო, არა მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ ფულის მოგება აქ მნიშვნელოვანი, არამედ იმ თვალსაზრისითაც, რომ შეგიძლიათ უამრავი გამოთვლა გააკეთოთ ბაზარზე და უამრავი რაღაც აღმოაჩინოთ. იმისათვის რომ თქვენ მოიგოთ, საჭიროა პირველი, გქონდეთ თქვენი სისტემა და ეს სისტემა მუდმივობაში უნდა ატრიალოთ. ანუ ისე კი არ გქონდეთ თქვენი სისტემა, რომ დღეს 1 და ხვალ 2 და ზოგს 5 სისტემა, 3 სისტემა, არა. 1 სისტემა.
ერთი სისტემის მიხედვით ვაჭრობა. ეს ერთი სისტემა უნდა მინიმუმ აკმაყოფილებდეს ბაზრის გარკვეულ პრინციპებს. ხო, თქვათ მოძრაობის პრინციპს, ფლეთში მუშაობის პრინციპს, მაგალითად, სრუგარღვევის პრინციპს და ასე შემდეგ. რაღაცას უნდა აკმაყოფილებდეს. რაღაცაზე უნდა იყოს მინიმალურ ცოდნაზე მაინც დაფუძნებული, რომ ესე შევიდეს ადამიანი. და პლუს ამას გათვალისწინებული უნდა იყოს აუცილებლად ყოველ მიზეს გარეშე მათემატიკა, რომლის საშუალებითაც თქვენ შეძლებთ გრძელვადიან დისტანციაში, არა მე არ გულისხმობ ხვალ ზეგ მაზეგ შეუძლებელია ესეთი რამ, გრძელვადიან დისტანციაში თქვენ მოიგოთ. და რაც თავარია, ყველაზე კარგია მე ყოველთვის ამის მომხრე ვარ, რა თქმა უნდა, ტესტერები ძალიან კარგი არის, მშვენიერია, მაგრამ ყველაზე კარგი არის თუ თქვენ დროც გააქვთ და შეგიძლიათ, ესე ვთქვათ, ფსიქოლოგიურად შენარჩუნდეთ, ყველაზე კარგია მინიმუმ დემო ანგარიშზე ეს ყველაფერი გააკეთოთ, რომ აი უშუალოდ აი საბრძოლო იმაში გამოსცადოთ თქვენი სისტემა, ხო? ამიტომ რთული არ არის ვაჭრობა. უბრალოდ წესების დაცვა არ რთული, სიმართლე რო გითხრათ და ხშირ შემთხვევაში ეს რადგანაც უჭირს ტრეიდერს, აი ამის გააზრება რადგანაც უჭირს ტრეიდერს, რომ მას უცებ უნდა შემოსავალი და ჩვენთან უცებ შემოსავალი არ კეთდება. ჩვენთან შემოსავალი კი ხდება. მე არ ვიძახი რომ არ ხდება, ხდება. ესეთი რამ რომ უცებ ხდება შემოსავლის მიღება. მეც მიმიღია უცებ შემოსავალიც, მაგრამ ეს არ არის სწორი. ეს უცაბედმა შემოსავალმა შეიძლება ცუდი რაღაცები გამოიწვიოს ტრეიდერის ფსიქიკაშიც და მერე შეიძლება საერთოდ დაკარგოს დეპოზიტი. და მინახავს კიდეც ესეთი რამეები, რომ დეპოზიტი როგორ დაუკარგავთ. გადასარევ შედეგზეც. ამიტომ მოდი გათვალეთ თქვენი ვაჭრობა ცოტა გრძელ ვადაზე და არ იყოთ იმაზე ორიენტირებული, რომ ხვალ ზეგ მოიგებთ. თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ ეს არის ბირჟა და აქ თუ გინდათ გადარჩეთ, უნდა იმუშაოთ წესების მიხედვით. წესების გარეშე საერთოდ შეუძლებელია მუშაობა. ეს არის ჩემი დარიგება. ეხლა ერთი კიდე ბოდიში მინდა მოგიხადოთ იმაზე, რომ მე არ ვიცი ხმა როგორი იქნება, შესაძლებელია ხმა ცოტა ცუდი იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაცა ჩემს მიკროფონს რაღაც გაუფუჭდა, გადამყვანი გაუფუჭდა, შევცვალე და შეიძლება ბოლომდე ვერ დავარეგულირე ხმა, ამიტომ ამისთვის მინდა ბოდიში მოგიხადოთ და ახლო მომავალში გამოვაცხადებ ფაქტიურად ბოლო მასტერკლასებს, რაც ჩატარდება, იმის მერე არც ვიცი გამოვაცხადებ თუ არა, საერთოდ მასტერკლასებზე დასწრებას და ასე შემდეგ და იქნება რა თქმა უნდა ფასდაკლება და შესაბამისად შეგიძლიათ ესეც გამოიყენოთ. ასევე მინდა მოგილოცოთ, მე არ მომილოცია თქვენთვის შობა ახალი წელიწადი, ნათლისღება, ღმერთმა კარგად გამყოფოთ, მონგებიანად, იმედიანად, რომ თქვენ ამ სფეროთი არა მხოლოდ მოიგოთ ფული, არამედ შეინახოთ საკუთარი ოჯახი და საკუთარი თავი. ამას გისურვებთ უბრალოდ. ოღონდ გთხოვთ, რომ ცოტა მეტი ისწავლეთ და ცოტა მეტად იყავით დისციპლინირებულები და ცოტა მეტად გაისარჯეთ ამ სფეროში, რომ მიაღწიოთ წარმატებას. ეს არის სულ რაც მინდოდა მეთქვა მეგობრებო, იმედია ძალიან არ გამიგრძელდა დრო და ყველას დიდი მადლობა რომ მისმენთ.